ძალიან ბევრმა ადამიანმა მთხოვა ვემუშავა გამეკეთებინა მათთვის ფინანსებთან დაკავშირებით რაიმე ტექნიკა ფინანსური ბლოკების აღმოსაჩენია განსაკუთრებული. მიუხედავად იმის, რომ ყოველთვის ყველაფერი არის ინდივიდუალური სამუშაო და ვდაწყვეტე მაინც შემეკრა გარკვეული წილი ტექნიკა, რომელიც შესაძლოა რომ ძალიან ბევრ ადამიანთან რეზონირდეს. რადგან ყველა ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, იმის ფუფუნება, რომ აიღოს პირადი სესიები და ინდივიდუალურ დონეზე დაამუშავოს თავის ცხოვრების ბევრი საკითხები და რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაგროვდა უკვე აი ამ საკითხზე, ვინც მომწერა და ვინც მთხოვა, უკეთ გთავაზობთ ფინანსური ბლოკებისა საგვარეულო ნეგატივისაგან განსაკუთრებულ პრაქტიკას. ეს პრაქტიკა, რომელიც მე მოვამზადე თქვენთვის, იქნება საგვარეულო ნეგატივისაგან გასათავისუფლებელი მუშაობა, ასე ვთქვათ. ჩვენ ვიცით, რომ შემთხვევით არავინ არავის ოჯახში არ ხვდება, ვიბადებით გარკვეული უკვე ბარგით, გარკვეულ ოჯახში, გარკვეულ სისტემაში, სადაც უკვე ნაცხოვრებია ძალიან ბევრი ადამიანი და მათ როგორც იცხოვრეს თავიანთი ცხოვრება, ეს ინფორმაცია უკვე კოდების სახით წერია ამ საგვარეულოში და ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, როდესაც ცხოვრობთ გაუცნობიერებლად, ეს პროგრამები მოქმედებენ ჩვენზე. ჩვენმა წინაპრებმა არც თუ ისე იოლი ცხოვრება გამოიარეს, იყო ომები, იყო კრიზისები და ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით განიცდის გარკვეულ ენერგეტიკულ ბლოკებს, რომელიც მოდის კოლექტიური ცნობიერიდან და დღეს მაქსიმალურად ვეცდები, რომ შევეხო ისეთ ბლოკებს, ისეთ კოდებს, რომელიც თითქმის ყველა ადამიანის ველში იქნება მოხვედრილი. პრაქტიკას სჭირდება მხოლოდ თქვენი კონცენტრაცია, იპოვე შენთვის განკუთვნილი მყუდრო ოთახი, სადაც იქნები მარტო, შეგიძლიათ დახუჭო თვალები და აქაც როგორც ყველა ჩემს პრაქტიკას უსმენთ სხეულს. როდესაც მე ვსაუბრობ, ეცადე რომ შენი მთელი ყურადღება კონცენტრირდეს შინაგან სამყაროზე და როდესაც მე წარმოვთქვავ, ასე ვთქვათ, ნეგატიურ კოდებს, დააკვირდი თუ აქვს გამოხმაურება, თუ რეზონირებს სხეულში, თუ წარმოიქმნება რაღაც ტკივილი, რაღაც დაჭიმულობა და ასე შემდეგ. სანამ დავიწყებთ პრაქტიკას, ჩაისუნთქე რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა. ამოისუნთქე 2-3 ჯერ მაინც. გაათავისუფლე აბსოლუტურად შენი გონება და გადადი მოდუნებულ მდგომარეობაში, უბრალოდ მენდე, ენდე ჩემს ხმას, ენდე იმ პროცესს, რომელიც ახლა დაიწყება და დააკვირდი, რაზე აქვს რეაქცია შენს სხეულს. რაზეც აქვს რეაქცია შენს სხეულს, ესე იგი, ეს ბლოკი იყო, არის შენ საგვარეულოში და დაიწყებს განკურნებას. დაიდე გულზე ხელი. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. მე ვაღიარებ და ვცნობ ჩემს საგვარეულოში არსებულ ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ ადამიანს, სადაც მოხდა მკვლელობა ფულის გამო. ჩვენ დამნაშავეებს არ ვეძებთ, არამედ მხოლოდ ფაქტებს, რომლებიც ნეგატიურ ბლოკებად წარმოიშვნენ შემდეგ ფულთან დაკავშირებით. ვაღიარებ ყველა სცენარს, სადაც მოხდა მკვლელობა ფულის ან ძვირფასეულობის გამო, სადაც იქ და მაშინ წარმოიშვა და ჩამოყალიბდა ნეგატიური ბლოკი, რომ თუ მდიდარი ხარ, თუ სიმდიდრე გაქვს, უსაფრთხო არ არის. თუ მდიდარი ხარ, უსაფრთხოდ არ ხარ. თუ
მდიდარი ხარ, საშიშია. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ვაცალკევებთ შიშსა და ფულს, ვაცალკევებთ სიკვდილსა და ფულს, ვაცალკევებთ შიშსა და ფულს, ვაცალკევებთ სიკვდილსა და ფულს. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, წავედით მეორე. მე ვაღიარებ ყველა სცენარს ჩემს გვარში, სადაც ფულის გამო ადამიანებმა გადაიტანეს ძალადობა, ფიზიკური თუ ფსიქო-ემოციონალური ძალადობა. ვაძლევ ამ სცენარებს ადგილსა და დროს. და სამუდამოდ ვაცალკევებ ფულსა და ძალადობას, ფულსა და აგრესიას, ვათავისუფლებ სივრცეს სიმდიდრისათვის. ვათავისუფლებ სივრცეს სიმდიდრისთვის. მე ვაღიარებ და ვცნობ ყველას, ვინც შესაძლოა ციხეში იჯდა ფულის გამო, ვისაც თავისუფლება შეეზღუდა, ვინც მოიპარა იმისთვის, რომ თავი ერჩინა ან ოჯახი ერჩინა. ვაცალკევებ ფულსა და თავისუფლების შეზღუდვას, ფულსა და დანაშაულს, ფულსა და სასჯელს. ეს ჩემი სცენარები არ არის. ეს სცენარები უკვე ნაცხოვრებია. ვათავისუფლებ სივრცეს სიმდიდრისთვის ჩემს ცხოვრებაში. ვათავისუფლებ სივრცეს სიმდიდრისთვის ჩემს ცხოვრებაში. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და ამოსუნთქვაზე დააკვირდით სხეულს, რა შეგრძნებებია, რა გამოდის, რა რეაქციები გაქვთ. ვაღიარებ და ვცნობ ყველა სცენარს, ვინც ცხოვრობდა სიღარიბეში, სიღატაკეში, ვინც ოცნებასაც ვერ ბედავდა უკეთეს ცხოვრებაზე, ვინც მხოლოდ თვით გადარჩენაზე ფიქრობდა, ვისთვისაც ფული იყო გადარჩენა და არა სიამოვნების საშუალება, ვისთვისაც მთავარი იყო ჰქონოდა რაიმე საკვები და ადგილი, სადაც დაიძინებდა, გამოკვებავდა საკუთარ შვილებს. ვხედავ და ვგრძნობ ამ სცენარებს, ვაცალკევებ ფულსა და თვითგადარჩენას, ვაცალკევებ ფულსა და თავშესაფარს, ვაცალკევებ ფულსა და სიღარიბეს, ფულსა და სიღატაკეს ერთმანეთისაგან. გამოვეყოფი ამ სცენარებს. ეს სცენარები უკვე ნაცხოვრებია. აღარ ვაპირებ მათ გამეორებას ჩემს ცხოვრებაში. ვათავისუფლებ სივრცეს კეთილდღეობისთვის. ვათავისუფლებ სივრცეს კეთილდღეობისთვის. ვაღიარებ და ვცნობ ყველა ადამიანს ჩემს გვარში, ვინც სხვა ადამიანს მოტყუებით, სხვა ადამიანების მოტყუებით შოულობდა ფულს, ვისაც შეელახა სახელი, ვინც მოიძულეს ამის გამო, ვისაც ტალახი ესროლეს, ვინც შეარცხვინეს, სადაც პირველად გაჩნდა რწმუნებულება, რომ ფულს პატიოსანი გზით ვერ იშოვი. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ვაცალკევებ ფულსა და პატიოსნებას, ფულსა და ტყუილს, ფულსა და თაღლითობას, ფულსა და სირცხვილს, ფულსა და ჭუჭყს. მევხსნი საკუთარ თავს ყველა ვალს, რომელიც გაუცნობიერებლად მაკავშირებს ჩემს საგვარეულოსთან. მე ვაცნობიერებ, რომ მე სხვა ცხოვრება მაქვს, მე სხვა სცენარები მაქვს. გამოვეყოფი საგვარეულო ნეგატიურ კარმას. გამოვეყოფი საგვარეულო ნეგატიურ კარმას. იმ ფასად, რა ფასიც ეს უკვე დამიჯდა. და აღარ ვაპირებ მეტის გადახდას, რადგან ეს ისედაც ძვირი ღირდა. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. მე აქ და ახლა ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას ვიგრძნო და დავინახო ყველა ნეგატიური პროგრამა.
მე აქ და ახლა ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ვიგრძნო და დავინახო ყველა ნეგატიური პროგრამა, რომელიც მართავს ჩემს ფინანსურ არხს. თხოვ ყველა ნეგატიურ პროგრამას გამოვლინდეს, რათა გავაცნობიერო, რა ბლოკები მიზღუდავს სინამდვილეში ფულის ენერგიას. მე ვაღიარებ ყველა სცენარს, სადაც მოკლეს ადამიანი დიდი ფულის გამო, ვინც დააყაჩაღეს ან გაქურდეს, ვისაც ჩამოართვეს ქონება ან გააგულაკეს. მე ვაღიარებ ყველა ადამიანს ჩემს საგვარეულო სისტემაში, ვინც აიღო დიდი ვალი, კრედიტები და ვეღარ შეძლო გადახდა. რის გამოც ჩამოართვეს სახლკარი ქონება, ვინც დაკარგა ყველაფერი. ღრმა ჩასუნთქვა, ამას ვთქვა. ვაღიარებ ყველა ადამიანს ჩემს გვარში, სადაც ადამიანმა პირობა დადო და ვერ შეასრულა. სადაც ადამიანები ფულზე თამაშობდნენ, აგებდნენ, ვისაც მოუწია ყველაფრის დაკარგვა, მათ შორის ვინც სიცოცხლე დაკარგა, ვინც თავი მოიკლა იმის გამო, რომ ვერ გაუმკლავდა ფინანსურ კრიზისს. ღრმა ჩასუნთქვა, ამას ვთქვა. ვაღიარებ და ვაცნობიერებ ყველა ღვთისმსახურს, ყველა კურნალს, სულიერ მასწავლებელს. ვაღიარებ ყველა ადამიანს, ვისაც მართავდა ჩემს გვარში რელიგიური შეზღუდვები ფულთან დაკავშირებით, სადაც იქ ძველ სამყაროში ითვლებოდა, რომ თუ ღმერთის კაცი იყო, მაშინ მომსახურეობაში ფული არ უნდა აეღო, უფასოდ უნდა ემსახურა, უფასოდ უნდა განეკურნა, უფასოდ უნდა გაეცა თავისი ენერგია. ვაცალკევებ ფულსა და ღმერთს, ფულსა და რელიგიას, ვაცალკევებ ფულსა და განკურნებას, ფულსა და მსახურებას. ვაღიარებ და ვცნობ სიტუაციას და სცენარებს, სადაც პირველად ჩაშენდა ენერგეტიკული გადახლართვა ჩემს საგვარეულოში, რომ თუ მდიდარი ხარ, ღმერთთან ვერ მიხვალ. თუ მდიდარი ხარ, ღმერთთან ვერ მიხვალ, ვაცალკევებ. გლახაკი უნდა იყო, რომ ღმერთთან მიხვიდე. ვაცალკევებ ამ რწმუნებულებისაგან ჩემს სულს. ვაღიარებ და ვცნობ ყველა სცენარს, სადაც ფულის მოზიდვა ხდებოდა მაგიური გზით, ენერგეტიკული გაქურთვით, ბნელი ძალებით და რიტუალებით. ვაღიარებ და ვაცნობიერებ ყველა სცენარს, სადაც პირველად ჩამოყალიბდა ბლოკი, რომ ფული ეშმაკისა, ფული ცდუნება, ფული სულს ვნებს. ვაცალკევებ ფულსა და ღმერთს, ფულსა და ეშმაკს, ფულსა და ცდუნებას, ფულსა და სულიერ განვითარებას. ღრმა ჩასუნთქვა, ამას ვთქვა. აკვირდებით თქვენს სხეულს. ვშლი ყველა ვირუსულ ფაილს და ინფორმაციას, რომელიც არსებობს ჩემს საგვარეულო სისტემაში, თუ ჩემი სულის მეხსიერებაში ფულთან დაკავშირებით. მე აქ და ახლა სამუდამოდ ვაცალკევებ ფსიქო-ემოციურ ენერგეტიკულ გადახლართვებს ფულთან დაკავშირებით. ვაცალკევებ ფულსა და სიკვდილს, ფულსა და ძალადობას, ფულსა და თავისუფლების აღკვეთას, ფულსა და ტკივილს, ფულსა და ცრემლს, ფულსა და სიყვარულს, ფულსა და შიშს. ვაუქმებ ყველა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მოხვდა ჩემს საინფორმაციო ველში, რომ ფული ხელის ჭუჭყია, რომ ფული ცუდ ადამიანებს აქვთ
იმისთვის რომ ფული გქონდეს, ძაღლივით უნდა იშრომო, ფული რთულად მოდის, ფული ჩემთვის არასაკმარისია. შლი ამ ნეგატიურ რწმუნებულებებს ერთხელ და სამუდამოდ, დააკვირდით თქვენს სხეულს, ასევე დააკვირდით რა აზრები ჩდება, რა აზრებია, რა რწმუნებულებები გაქვთ ფულთან დაკავშირებით ისეთი ნეგატიური, რომელიც მე არ ჩამომითვლია, გაიაზრე და გამოათავისუფლე. მიხვდი, რომ ეს რწმუნებულება გიშლის ხელს. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ასევე ვაღიარებ ყველა ადამიანს ჩემს გვარში, ვინც მონად გაყიდეს, ვისაც არასდროს ჰქონია ფული, ვინც მთელი ცხოვრება შრომობდა, მუშაობდა მხოლოდ თავის ბატონისთვის და ამაში გასამრჩევლოს იღებდა მხოლოდ საკვებს და თავშესაფარს ან რაიმე გროშებს. ვაღიარებ ყველა ადამიანს ჩემს საგვარეულოში, ვინც მონობაში გარდაიცვალა. ვაძლევ ამ სცენარებს ადგილსა და დროს. ვიხსნი ყველა ბორკილს, ვიხსნი ყველა მონურ ბეჭედს. ვათავისუფლებ ჩემს სულს ყველა ნეგატიური პროგრამებისაგან ფულთან დაკავშირებით. ვათავისუფლებ ჩემს სულს მონობისგან. ვათავისუფლებ ჩემს სულს ნეგატიური პროგრამებისაგან. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. აღიარებ და ვცნობ ყველა იმ ადამიანს ჩემს საგვარეულო სისტემაში, ყველა იმ სცენარს, ყველა იმ სიტუაციას, სადაც ადამიანებმა პატიოსნად იმუშავეს სისტემებში, ან კერძოდ და მათ არ გადაუხადეს, რაც ეკუთვნოდათ, არ გადაუხადეს შესაბამისი თანხა, შესაბამისი ანაზღაურება, სადაც ადამიანებში პირველად ჩაშენდა უსამართლობის განცდა. ვაცალკევებ ფულსა და უსამართლობას, ვაცალკევებ ფულსა და ტყუილს. ვაცალკევებ ფულსა და თაღლითობას ერთმანეთისგან. ვაცალკევებ ფულსა და უსამართლობას. ვაცნობიერებ, რომ ფული არის ენერგია და ის არის ჩემი ენერგია. ჩემს მიერ გამომუშავებული და უფლება მაქვს მივიღო იმდენი, რამდენიც მჭირდება, რამდენიც საკმარისია ჩემი სულისა და მატერიალური განვითარებისთვის. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. მე ამ წამიდან ვიღებ ახალ ჩათვირთვას ჩემს ქვეცნობიერში. ვიღებ ახალ პროგრამას, რომ ფული არის კეთილდღეობა, ფული არის ღმერთისგან გამოვლენილი ენერგია, იგივე ბონუსი და მე ვაძლევ უფლებას, რომ ჩემი ენერგია, ჩემი ძვირფასი ენერგია გამოვლინდეს ფულად, იმდენი, რამდენიც მე მჭირდება, იმდენი, რამდენიც ჩემს სულს და ჩემს ფიზიკურ სხეულს სჭირდება. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. დააკვირდით სხეულს, დააკვირდით სად სხეულის რა ნაწილებში იყო ბლოკები, თუ იყო ასეთი. დააკვირდით ასევე მდგომარეობას, რომ გამოვიდა თუ არა ისინი მთლიანად. შეგიძლიათ პრაქტიკა გაიმეოროთ რაღაც პერიოდის განმავლობაში და დააკვირდეთ, არის თუ არა იგივე სიტუაცია, ან სადმე თუ დარჩა რაიმე ნეგატიური ბლოკი. ახლა კი
დაახუჭეთ თვალები. კიდევ ერთი ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და 1 წუთი წარმოიდგინეთ ყველა ვალუტა, რაც კი არსებობს დედამიწაზე, ყველა ფულის ერთეული, ყველანაირი ვალუტა, რომელიც ტრიალებს დედამიწაზე და წარმოიდგინეთ სხვადასხვა რასი, სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, როგორ ცვლიან ერთმანეთში ფულის ერთეულს, წარმოიდგინეთ, როგორ ხდება საბანკო გადარიცხვები. წარმოიდგინეთ, ეს ბევრი სხვადასხვა სახის, სხვადასხვა ვალუტა, როგორ მიმოცვლაშია დედამიწაზე ერთმანეთთან, როგორ მიდის ადამიანი, როგორ ყიდულობს თავისთვის ძვირფას ნივთს და როგორ ტრიალებს და როგორ ბრუნავს ეს ენერგია ერთმანეთში და როგორ არის კავშირში ეს ყველაფერი. ახლა თითქოს ადამიანები გაქრნენ და დარჩა მხოლოდ ფული. დაინახე როგორია ეს ფული, ფულის ენერგია, ფულის ფერი, როგორია შენი წარმოსახვით ფულის ენერგია. და თუ შეგიძლია წარმოიდგინო, რომ თითქოს შენ გახდი ფული, თითქოს შენც ფული ხარ. თითქოს აი ამ ენერგიის ნაწილი ხარ და ეს ენერგია შენი ნაწილია და დაინახო და შეიგრძნო, როგორ შემოდის შენ სივრცეში ეს ენერგია. და როგორ გავსებს, როგორ ავსებს ყველა უჯრედს, ყველა ატომს ეს ენერგია. ყველა იმ დეფიციტურ ადგილს, როგორ გავსებს მთლიანად. თითქოს სუნთქავ აი ამ ენერგიას. ყოველი ჩასუნთქვის დროს დაინახე, რომ ამ ენერგიას სუნთქავ და ეს ენერგია შემოდის შენში და თავად ხარ ეს ენერგია და მიეცი უფლება, რომ გამატერიალიზდეს და თქვი, რომ ამ წამიდან შენ აძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ იყო დიდარი, რომ იყო კეთილდღეობით სავსე, რომ იყო სულიერად, მატერიალურად, ფიზიკურად თვითკმარი და გქონდეს ყველაფერი საკმარისი, რაც შენ გჭირდება, რაც შენი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისთვის არის საჭირო. ჩაისუნთქე კიდევ ერთხელ ღრმად და იყოს ასე და ეს ასეც არის. პრაქტიკა დასრულდა და კიდევ ერთი რჩევა, როგორ კრიზისშიც არ უნდა იყო ახლა ფინანსურში, აუცილებლად გაეცი რამე. აუცილებლად გაეცი რაღაც პატარა თანხა, თუნდაც აი ამ პრაქტიკის საფასურად, რომ სამყაროს მიერ, თუნდაც ჩემს მიერ მადლიერება გამოხატო და მე აუცილებლად დავტოვებ ჩემს პირად ნომერს აღწერაში, იმისთვის, რომ თუ სურვილი გაგიჩნდება ჩემს ანგარიშზე ჩარიცხო, ნიშნულობა არ აქვს, რამდენი იქნება, ეს იქნება 1 ლარი თუ მეტი თუ ნაკლები, ვისაც რამდენი სურვილი აქვს, იმისთვის, რომ რაღაცა პატარა ქველმოქმედების სახით გავაკეთოთ და თუ კი ან გაგიჭირდება, ან ვერ შეძლებ ჩემთან თანხის ჩარიცხვას, აუცილებლად გაიღე რაიმე
არ ვიცი, თუნდაც მოწყალების სახით, თუნდაც გარეთ ვინმეს ან ცხოველები დააპურე, მოკლედ გაეცი იმისთვის, რომ მიიღო. წარმატებები ყველას, დღეს არის მზის დაბადება და თქვენშიც თავიდან დაიბადოს და გაბრწყინდეს თქვენი ფინანსური არხი.